თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ცნობილი ტაივანელი ქორეოგრაფის თანამედროვე დადგმა მოხეტიალე სიმღერებით დაიწყო. რუსთაველის თეატრში მისულმა მაყურებელმა სპექტაკლი ანსამბლ რუსთავის ცოცხალი მუსიკალური შესრულებითი ხილა დადგმა, რომელიც პრემიერად 1994 წელს შედგა, საქართველოში პირველად გათამაშდა. ფესტივალის გახსნა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც თბილისში მე-6-ად იმართება, პრეზიდენტთან ერთად ქალაქის მერი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც დაესწრო. ფესტივალი გაცდა თბილისის ფარგლებს და ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა და მათ შორის რეგიონული დატვირთვა მიიღო ამ ფესტივალმა. თბილისი დღე ხდება ჩვენი რეგიონის კულტურული ცენტრი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უფრო მეტად და აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი დატვირთვა კონდეს ამ თვალსაზრისით ჩვენ დედაქალაქს. ძალიან დიდი ხანი ველოდი. ვიცოდით, ბატონ ბევრმა ამ სპექტაკლის არსებობის შესახებ და როდესაც ახლა საკუთარ სცენაზე ჩვენ თბილისში ვნახეთ, ძალიან დიდი სანახაობა არაჩვეულებრივი ნამუშევარი და სიამაყე ჩვენების გამო, რუსთავის გამო, რომელიც და ჩვენი ქართული სიმღერის გამო.